ქართული ოცნება ღალატობს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. ოცნება მიცის რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დაუბრუნდეს ევროპულ გზას. ეს განცხადებები ევროპულ საბჭოში საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში გააკეთა ბენჯამინ ჰადადმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საფრანგეთის სახელით ქართულ ოცნებას შეწყვიტოს რეპრესიები, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, ასევე აქციების დროს დაკავებული პირები და შეწყვიტოს თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლების შეზღუდვა. საკმაოდ მძიმე განცხადებები გაკეთა დღეს ევროპულ საბჭოში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბენჯამინ ჰადადი არ იყო ერთადერთი, რომელმაც გააკრიტიკა ქართული ოცნების მმართველობა. საკმაოდ ვრცლად ისაუბრა საქართველოზე, მათ შორის გერმანიის მინისტრმა ევროპის საკითხებში გიუნტერ კრიუბახმა, რომელიც ხშირად არ საუბრობს ხოლმე, შეიძლება ითქვა საქართველოსთან დაკავშირებით, თუმცა დღეს მან პირდაპირ თქვა, რომ საქართველოში არც თავისუფლებაა და არც დემოკრატია. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი და გერმანია ვაიმარის სამკუთხედის წევრი სახელმწიფოები არიან, ევროპის ლიდერი სახელმწიფოები, გადაწყვეტილების მიმღები პირები და როდესაც ორი ლიდერი სახელმწიფო ფიქრობს, რომ დღეს ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები, მიდის ზეწოლა და ადამიანის უფლებები არის დარღვეული, ეს ბუნებრივია მეტყველებს იმაზე, რომ ქართული ოცნების ნაბიჯების გარეშე ბუნებრივია ევროპის პოზიცია ქართული ოცნების მისამართით არ შეიცვლება. ევროპა დგას ქართველი ხალხის გვერდით, თუმცა არ დგას ქართული ოცნების გვერდით, რომელიც როგორც მინისტრები ამბობენ, ღალატობენ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. შესაბამისად განცხადებებში მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა იმისა, რომ სანქციები და ტარგეტირებული სანქციები გააგრძელონ იმ პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოში დემოკრატიას და არღვევენ ადამიანის უფლებებს. Ukraine and Moldova and others are moving forward. უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ მიიწევენ. სამწუხაროდ დღეს საქართველო მათ ჩამორჩება. საქართველო უკანაა სწორედ ქართული ოცნების ქმედებების გამო, იმ რეპრესიების გამო, რომელიც ქუჩებში ვნახეთ, იმ არალიბერალური ნაბიჯების გამო, რომელიც მთავრობამ გადადგა, სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მედიისა და ოპოზიციის წინააღმდეგ მოწყობილი რეპრესიების გამო. ჩვენ მოუწოდებთ ქართულ ოცნებას შეწყვიტოს რეპრესიები, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც გასულ წელს შეაჩეროს უცხოელი აგენტების შესახებ კანონი, რომელიც ზღუდავს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას. საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი მოსახლეობის ლეგიტიმურ მისწრაფებას ევროკავშირში, რომელსაც დღეს ქართული ოცნება ხალატობს. თუ მათ სურთ დაუბრუნდნენ ევროკავშირის გზას, იციან ეს როგორ უნდა გააკეთონ. გულწრფელად რომ გითხრათ, ახლა საქართველო ევროკავშირის კანდიდატია, მაგრამ დე-ფაქტო სტატუსი გაყინულია. არ მიდის წინ. იქამდე არ წავა წინ, სანამ ქართული ოცნება გააგრძელებს რეპრესიებს ქართველი ხალხისა და ქართული სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიული და თავისუფალი მისწრაფების წინააღმდეგ რეპრესიებს. უფრო მეტიც, იცით რომ ჩვენ გვაქვს მექანიზმები, განსაკუთრებით ვიზები, რომელიც ევროპული საბჭოს წევრების მაგიდაზე დევს. ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ. ტარგეტირებული სანქციები, მათ შორის საფრანგეთმა სავიზო სანქციები დაუწესეთ მათ, ვინც დაკავშირებული იყო რეპრესიებთან. რა თქმა უნდა, ეს არის ის, რითაც უფრო შორს შეგვიძლია წავიდეთ ევროპელ პარტნიორებთან ერთად. This is something that we can go further with our European partners. One remark also to Georgia. ერთი შენიშვნა საქართველოს შესახებაც. საქართველოს სამწუხაროდ გაცილებით წინ იყო და ეს უკან დახევა, რომელსაც ახლა საქართველოში ვაკვირდებით, მხოლოდ დასანანია, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის, ახალგაზრდებისთვის, რადგან ისინი ევროპასა და ევროკავშირს იმედით შესცქერიან. მაგრამ როგორც კარგად მოგეხსენებათ, ბოლო პროგრესის ანგარიში, რომელიც მარტა კოსმა წარადგინა, მან თქვა, რომ საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა და მეტი არაფერი სამწუხაროდ. ამრიგად, საქართველოს გადასაწყვეტია წინსვლა და ევროკავშირის მიმართულებით მოძრაობა. სწორედ ამ მიზნებისთვის აუცილებელია ევროპული ღირებულებების გააზრება, დემოკრატია, თავისუფლება, პრესის თავისუფლება, აზრის თავისუფლება და სამწუხაროდ ეს ყველაფერი საქართველოში უკვე აღარ არის გარანტირებული. This is not any longer granted in Georgia. ეს განცხადებები დღეს ევროპელმა მინისტრებმა ევროპულ საბჭოში გააკეთეს ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე, სადაც მთავარი თემა ბუნებრივია არის უკრაინა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. დღეს დილით მაგალითად ბრიუსელში ცალ-ცალკე შეხვედრები გაიმართა უკრაინისა და მოლდოვას წარმომადგენლებთან, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი ბლოკავენ მოლაპარაკებების გახსნას ოფიციალურად უკრაინასთან, რათა წინ წაიწიოს უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესი.
პროცესი ევროკავშირი არაფორმალურად ამ მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და სამუშაო შეხვედრაც გაიმართა ამ მიმართულებით, რათა უკრაინამ კიდევ უფრო მეტი რეფორმა გაატაროს, უფრო მეტად გადადგან ნაბიჯები, რათა დაჩქარდეს ეს პროცესი მიუხედავად უნგრეთის წინააღმდეგობისა, რადგან ევროკავშირი დარწმუნებულია, რომ უნგრეთის წინააღმდეგობა არის გადალახვადი და უკრაინა და მოლდოვას ევროინტეგრაციის პროცესი აუცილებლად დაჩქარდება და სად არის ამ დროს საქართველოს გაწევრიანების პროცესი აღარც კი განიხილება. ერთადერთი დღეს, რაზეც ბრიუსელში მსჯელობენ, არის ის, როგორ დაეხმარონ ქართულ ხალხს და როგორ დაასაჯონ ქართული ოცნება ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. საქართველოში მიმდინარე პროცესები საქართველოს სულ უფრო მეტად ახლოვებს პუტინის რეჟიმთან და აშორებს ევროკავშირთან. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც დღეს ევროპული საბჭოდან ევროპულმა მინისტრებმა გააკეთეს. That's true that what happening in Georgia. დიახ, სიმართლეა, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, საკმაოდ შემაშფოთებელია. ლატვია ყოველთვის იყო საქართველოს დემოკრატიული ძალების ძლიერი პარტნიორი და ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ რამდენიმე გადაწყვეტილება მივიღეთ საქართველოში დემოკრატიული მოძრაობის მხარდასაჭერად. სამწუხაროდ ეს საკმარისი არ არის. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ქვეყანა პუტინის რეჟიმთან უფრო ახლოს მიხავს და ევროკავშირისგან უფრო მეტად აშორებს. თუმცა ჩვენ მზად ვართ მხარი დაუჭიროთ დემოკრატიულ მხარეს საქართველოში. თუ არსებობს გზები, რომლითაც შეგვიძლია დავეხმაროთ ქვეყანას ევროკავშირთან დაახლოებაში, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ისინი. We are ready to expand them. Simply, Georgian government უბრალოდ საქართველოს მთავრობამ უნდა აჩვენოს პროგრესი და მიაღწიოს შედეგებს ქვეყნის შიგნით. მათ უნდა უზრუნველყონ ადამიანის უფლებების დაცვა, ისევე როგორც ყველა იმ საკითხის მოგვარება, რომელიც დემოკრატიულ პროცესებს უკავშირდება. related to democratic process. საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგშია, მაგრამ არის გაწევრიანების მიღმა. ამაზე მეტყველებს ის განცხადებებით, რომელიც კეთდება ყოველდღიურად და მინისტრები სულ გამოთქვამენ მზაობას და ინტერესს საქართველოში განვითარებული პროცესების გამო. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მსჯელობაც გაიმართა ბრიუსელში და ასევე კაია კალასმა შეხვედრის დასრულების შემდეგ დაადასტურა ისიც, რომ მომავალ თვეს, როდესაც მინისტრები კვლავ შეიკრიბებიან ბრიუსელში, უფრო ფართოდ დაიწყება მსჯელობა საქართველოსთან დაკავშირებით, რასაც შეიძლება უკვე კონკრეტული გადაწყვეტილებებიც მოჰყვეს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების რიტორიკა არ იცვლება, არც ბრიუსელი აპირებს უკან დახევას და ქართულ ოცნებას კონკრეტული კრიტერიუმებით დაუწესეს, რა შეიძლება გააკეთონ იმისთვის, რომ ქვეყანა ისევ ნახონ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.